მიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სტუდენტებს ხვდება თამარ სანიკიძე მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნობა და უმაღლეს განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრება. მინისტრის განცხადებით უწყების პრიორიტეტი სასწავლო გრანტების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გაცემა. განათლების მინისტრთან ერთად შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსიც ესწრება, რომელიც ასევე სიახლეებს გააცნობს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს. გიორგი სიგუა დაინტერესებულ სტუდენტებს წარუდგენს პროგრამას მობილური გიდების შესახებ, რომელიც ახალგაზრდების გადამზადებას და უფასო პრაქტიკას ითვალისწინებს. პრეზენტაციების შემდეგ სტუმრები სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებენ. გვინდა რომ მათ ხელი შეუწყოთ სამომავლო დასაქმებაში, შევთავაზოთ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა დასაქმების პროგრამებში ჩართულობაც. მე ვფიქრობ, რომ დაინტერესებაც იქნება შესაბამისი და დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცნაირად ამ კუთხით ჩვენ როლს ვითამაშებთ მათ დასაქმებაში და მათ ხელშეწყობაში. ძალიან საქმეად ვუდგებით ყველა ადამიანის ჩართვას აი ამ საქმეში, რასაც ტურიზმის ინდუსტრია ქვია, განსაკუთრებით სტუდენტების ჩართვას და ახალგაზრდების ჩართვას, რომ ზაფხულში აქვთ მათ საშუალება, რომ მეტი დრო დაუთმონ აი ამას. ჩვენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა პროგრამებს თავაზობთ სტუდენტებს.